2015 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულ თემაზე უწყების ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რთველი 2015-ის ფარგლებში წელს სუბსიდია გაიცემა 1 კილოგრამ რქაწითელისა და კახურ-მწვანეზე 35 და 1 კილოგრამ საფერავზე 15 თეთრი. შენარჩუნებული იქნება აგროდაზღვევა და იაფფასიანი აგროკრედიტის სისტემაც. ექსპორტი არის შემცირებული გასაგები მიზეზების გამო. რეგიონში არის ზოგადად არასტაბილური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა ჩვენს ბაზებზე შესაძლოა გავლენას ახდენს. ეკონომიკური ზრდა გადაიხედა, ყველა ვიცით, რომ დაკორექტირდა ეკონომიკური ზრდა, ასევე მოგეხსენებათ გადაიხედა პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ბიუჯეტი. თუმცა მიუხედავად ამისა, პრემიერის დავალებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეკონომიკურ გუნდთან ერთად, რომ წელს ჩვენ მიუხედავად იმისა, ჩვენ არ გეგმავდით რთველი სუბსიდირებას, წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავასუბსიდირებთ კახეთში რთველს და დარჩება ძველი ნიშნულების სუბსიდირების ნაწილში. ღვინის ეროვნული სააგენტო შექმნის წელსაც რთველის საკოორდინაციო შტაბი გათავსდება თელავში და გურჯაანში. ანუ გვექნება 2 ადგილი, სადაც შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, იქნება ეს ოდნის ჩამბარებელი, ოდნის ყიდველი თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. უკვე მომავალ კვირაში 17 რიცხვიდან ჩვენ თანამშრომლები წავდნენ კახეთში, თელავში და გურჯაანში. ხოლო თვის აგვისტოს ბოლოს უკვე შტაბი ოფიციალურად გაიხსნება, ანუ ინფორმაციის მიღება უკვე მომავალ კვირიდან იქნება შესაძლებელი.